გამარჯობათ, მე ვარ რომან. დღეს მე ამ ვიდეოში გასწავლით თუ როგორ უნდა გავაკეთოთ დლეც რავაზე გადმოწერისა და ფოტოს ლინკები. როგორც ხედავთ, ამ საიტზე არ არის ფოტო და არც გადმოწერის ლინკი. ამისათვის ჩვენ დაგვჭირდება ორი სკრიპტი, რომელსაც მე ვიდეოს მოვაყოლებ და უცვლელად გვინდა ჩვენ სიახლის დამატებითი ველები, რომელიც უნდა შევქმნათ. დავიწყოთ ჯერ შევქმნათ ველის შევქმნათ. დავაწეროთ სახელი image. ველის აღწერაში კი ჩავწეროთ სიახლის ფოტო. დავაჭიროთ აღვნიშნოთ მხოლოდ ეს გამოყენება სურვილისამებრ და შევინახოთ. მეორე ველი გავაკეთოთ ასეთი. download ველის აღწერაში კი ჩავწეროთ გადმოწერის ლინკი. ესეც აღვნიშნოთ და შევინახოთ. ველები დამატებულია, ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ეს სიახლის დამატებაში. ეძნი ველები აგერა სიახლის ფოტო და გადმოწერის ლინკი. შემდეგ შევიდეთ რავაზე და ვნახოთ საიტის შაბლონები. აქ ვნახოთ full story და ვნახოთ ეს კოდი. full story ვნახოთ კოდი. ამის წინ ჩამოვწერთ ეს და ჩავწეროთ ფოტოს ლინკი. ეს სკრიპტი ჩავწეროთ. ქვევით კი ნახოთ როგორ არის. კატეგორიები. Seg. აი აქ. Relate news saved. ჩავწეროთ გადმოწერის სკრიპტი. აქ ჩავწეროთ download. აქაც და აი აქ დავაჭიროთ შენახოს. ეს მხოლოდ სრულად ნახვა, აი როგორც ხედავთ არის ფოტო. ეხლა ვნახოთ გადმოწერა თუ არის. დავაწყოთ სიახლის დამატება. გადავიდეთ საიტზე. ავიღოთ რამე თამაში. ფუტბოლები. ეს დასახელება აღწერა. ჩავწეროთ აქ. ხოლო აღწერა ჩავწეროთ აქ. შემდეგ ეს ფოტო დავაკოპიროთ და ჩავწეროთ სიახლის ფოტოში. სახელი. აი და კატეგორია ავირჩიოთ. შემდეგ გადმოწერა დავაჭიროთ და მოვნიშნოთ ეს ლინკი. ჩავაკოპიროთ გადმოწერის ლინკში და დავამატოთ. სიახლე დამატებულია. ნახოთ. ეს ფოტო, ეს გადმოწერა. ეხლა კიდე გასწავლით თავარ გვერდზე როგორ გავაკეთოთ ფოტო. იგივე კოდი ფოტოსი ჩავწეროთ short story. აქ ვნახოთ short story.
და დავაკოპიროთ ისევ ეს კოდი. ჩავწეროთ. ეს. ეხლა გენახოთ. აი როგორც ხედავთ არის ფოტო და სულ ნახოშიც არის გადმოწერა. ეს ვიდეო გავკვეთილი ამით დამთავრდა, თუ რამე ვერ გაიგეთ, მოგწერეთ.